ავტორიტარებში თუ პოლიტიკურ კრიზისში ვიღაც ყოველთვის ხეირობს და ეს ვიღაც საქართველოს ბანკებია. 2024 წელს ბანკებმა რეკორდული მოგება 3.1 მილიარდი ლარი მიიღეს. წელს ახალ რეკორდზე მივდივართ 2025 წლის იანვარ-ივლისში კომერციული ბანკები უკვე 2 მილიარდამდე წმინდა მოგებაზე გავიდნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75 მილიონი ლარით მეტია. რა ხდება? 2020 წელს ბანკების წმინდა მოგება მხოლოდ 99 მილიონი იყო, რაც შეგვიძლია პანდემიურ კრიზისს დავაბრალოთ. მაგრამ 2020 წლიდან 2024 წლამდე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3030%-ით გაიზარდა. 3030%-ით. ხოლო ბრუნვა 108%-ით, 4.9 მილიარდი ლარიდან 10.2 მილიარდამდე. აქ საინტერესო დეტალია, რომ მოგების ზრდა ბევრად აღემატება შემოსავლის ზრდას. რაც ნიშნავს, რომ ბანკებმა გააუმჯობესეს მოგების მარჟა და განსაკუთრებით ბოლო წლებში მომსახურების ფასები, საკომისიოები და შიდა ოპერაციული ხარჯების სტრუქტურა ბანკების სასარგებლოდ შეიცვალა. მაღალ საპროცენტო განაკვეთებთან ერთად, პრობლემა ისიცაა, რომ სესხის პირობები არ არის გამჭვირვალე. ანუ ჩვენ არ გვაქვს სრული სურათი იმის შესახებ, რა ჯდება სესხის აღება რეალურად და ამ გარეკალებული საპროცენტო განაკვეთის მიღმა ხშირად იმალება ფარული გადასახადები. ესენია ჯარიმები, სავალდებულო დაზღვევა, მომსახურების საკომისიო სავალუტო რკევები, ცვალებადი რეფინანსირების განაკვეთი და სხვა. ბანკების შემოსავლის 85% უშუალოდ პროცენტებიდან მოდის. სესხის აღების მიზეზები საქართველოში მჭიდროდ უკავშირდება სოციალურ-ეკონომიკურ არასტაბილურობას და დაბალ შემოსავლებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი სესხს იღებს არა ბიზნესის დასაწყებად ან ინვესტიციისთვის, არამედ სასიცოცხლო საჭიროებების დასაფინანსებლად. საკვების, მედიკამენტების, კომუნალური გადასახადების, განათლებისა და ქირის გადასახდელად. ანუ ოჯახების უმრავლესობისთვის სესხი უბრალოდ გადარჩენისთვისაა აუცილებელი. 2025 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ლარში გაცემული სამოხმარებო სესხების საშუალო პროცენტი იყო 18-19, ხოლო იპოთეკურ სესხებზე იყო 13-14% საშუალო განაკვეთი. მაგალითისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში სამოხმარებო სესხების საშუალო განაკვეთი დაახლოებით 7-8%-ია, ხოლო იპოთეკურის 2-3%. დღეს საქართველოში ყველაზე მაღალ პროცენტიან სესხებს გასცემს ბანკი, რომელიც ექსკლუზიურად ემსახურება პენსიონერებს, დევნილებს, სოციალურად დაუცველებს და ვეტერანებს. ანუ, თუ კი სხვა ბანკების მიერ სამოხმარებო სესხების საშუალო 18%-ში გაიცემა, უკეთეს შემთხვევაში, ლიბერტი ბანკის მიერ გაცემული სესხების პროცენტი ხშირად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ პროცენტსაც აღემატება. ეს ამჟამად 23%-ია. აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ გაცემულ საეწყო ხელშეკრულებებში პირდაპირ წერია 29%-იც კი. როცა ჩვენ პენსიონერებს თხოვეთ ამ საპენსიო სესხის ხელშეკრულებების ჩვენამდე მოტანა, აღმოვაჩინეთ, რომ მათ შორის იანვარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი იყო თითქმის 30%, 29.70%-ზე მეტი. ეს ახლა რატო არის მოულოდნელი ინფორმაცია, იმიტომ რომ 2023 წლის იანვრიდან საპენსიო სესხის განაკვეთი, ეფექტური, ეგრეთ წოდებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა ყოფილიყო 26%-ზე მეტი. ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელის ნახევარზე მეტი საოჯახო ვალზე მოდის, ხოლო მესამედი იპოთეკურ სესხებზე. სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა მჭიდროდ უკავშირდება ამ საკრედიტო დინამიკას. ბევრი დაბალშემოსავლიანი ოჯახი მხოლოდ სესხის გზით ახერხებს ქირის გადახდას ან დროებითი საცხოვრებლის დაგიროვებას, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის გავალიანების დონეს. სესხების ზრდასთან ერთად მცირდება საცხოვრისე ხელმისაწვდომობა. მაღალი საპროცენტო განაკვეთების, პირველადი შენატანებისა და არამდგრადი შემოსავლების პირობებში ათასობით ოჯახი საცხოვრებელი პირობების გაუარესების ან უძრავი ქონების დაკარგვის რისკის წინაშე დგას. ბოლო წლებში ათასობით ოჯახმა უკვე დაკარგა საცხოვრებელი გაპრობლემურებული ვალის ან ბანკების მათ მფლობელობაში მყოფი მიკროსაფინანსოების და მათთან გარიგებული მევახშეების გამო. დავრჩი ჰაერში. ამაღამ საწავი და ისაც არ ვიცი. აი ამისთანა ამინჩი თუ ადამიანს ქუჩაში გამოუშვებდნენ, მე ეს ვერაფრით ვერ წარმომედგინა. ესაკითხი ცხადია კიდევ ცალკე ვიდეოს იმსახურებს და აუცილებლად დაუბრუნდებით. მანამდე ორი სიტყვით. 2023 წლიდან გამოსახლებებზე დროებითი მორატორიუმია გამოცხადებული. თუმცა დაახლოებით 1300 ოჯახი კვლავ გამოსახლების მოლოდინშია და როგორც უკვე ვთქვით, ათასობით ოჯახმა უკვე დაკარგა საცხოვრებელი. არადა 2012 წელს ამას გვირდებოდა ვიძინა ივანიშვილი. საკუთარი საცხოვრებელი ბინები აქვს ჩადებული და გამოხდება სუპერები ბინებიდან. ცოტა დაგველოდეთ, დასრულებული არ მაქვს ეს პროექტი, მაგრამ ძალიან აქტიურად მუშაობ. ისე გავაკეთეთ, რაც ბანკები დავაზარალოთ. და ვიდეოი მოსახლეს დაუდო თავისი საკარი და მაქსიმალურად დაუდოთ. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს უცნაური რამ მოხდა. პარლამენტმა შემთხვევით
პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გამოსახლებების შეჩერებას. მეორე მოსმენის დროს კი დღეს პარლამენტს იპოთეკარების თემაც უნდა განეხილა, თუმცა ცრუ განგაშის გამო საკითხი ხვალისთვის გადაიდო. საახსრულებო წარმოების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, კერძო იპოთეკარებისთვის ბანკებში თანხის გადახდაზე 6-თვიანი მორატორიუმი ცხადდება. და მაინც ვის უნდა დაერეგა. მთავრობის მხრიდან ეს არ იყო განხილული, არ გაითვალისწინეს მთავრობის პოზიცია და მიიღეს პირველი მოსმენით გადაწყვეტილება. ამით არაფერი არ დაშავებულა, მე ვფიქრობ, რომ მე მოვახერხებ უმრავლესობას აუხსნა, რომ ეს არ შეიძლება. არ შეიძლება ბიზნესთან შეუთანხმებლად ბიზნესს უკარ ნახო. იქ ბანკები არიან და ბანკებს აქვთ იპოთეკური ცეცხლები გაცემული და ისინი შეიძლება დაზარალდნენ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები 2025 წლის მარტისთვის 98.2 მილიარდ ლარს შეადგენდა. რაც 2024 წლის საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს 6.9 მილიარდით აღემატება. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა საფინანსო სექტორზე დგას. ანუ უკიდურესად დამოკიდებულია ბანკებზე და მოსახლეობა მთლიანად მიბმული ვართ ცეცხლებზე. უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, აგრესიული დერეგულაციის და ანტისოციალური პოლიტიკის შედეგად ჩვენი ეკონომიკა არის უკიდურესად მყიფე, ჩვენივე ვალებით გაბერილი ბუშტი, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გასკდება. დღეს ვაშინგტონის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მონაცემებით, რომელიც ყველა კომერციული ბანკის ბაბუაა, გლობალური ვალი $300 ტრილიონ აღწევს, მაშინ როცა შემოსავალი 100 ტრილიონია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ეს რიცხვი 250 ტრილიონს უტოლდება. ეს ნიშნავს, რომ დიდი ოდენობის ვალი არასდროს დაიფარება. ანუ სისტემა რაღაც დროს შიგნიდან აფეთქდება. უბრალოდ საკითხავია როდის. მაგრამ ჩემი აზრით უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს კომერციული ბანკები დიდი ხნით ასე გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. მალე ეს ყველაფერი სახესთან აუფეთქდებათ. ამიტომ ვფიქრობ, თქვენ უნდა გაავრცელოთ ეს ამბავი. საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად ეყრდნობა მოსახლეობის დაკრედიტებას, ანუ არა წარმოების ან ინვესტიციის ზრდას, არამედ მომხმარებლური ვალის ზრდას. ხოლო მოდი გავარკვევთ, ვისზე ვართ დამოკიდებული. საქართველოს საბანკო სექტორი ოლიგოპოლიურია. მხოლოდ ორი ბანკი მთლიანი სექტორის დაახლოებით 80%-ს ფლობს. მოგების უდიდესი ნაწილი, ანუ 2.7 მილიარდი ორ ბანკზე ნაწილდება. ეს არის TBC და საქართველოს ბანკი. მათი საკონტროლო პაკეტები ლონდონის ბირჟაზეა განთავსებული და საერთაშორისო ფონდებს ეკუთვნის. მაგალითად, საქართველოს ბანკის ფლობელია ლონდონში რეგისტრირებული ჰოლდინგი Bank of Georgia Group. მისი აქციების ფლობელებს შორის არიან ფონდები და ჰედჯ ფონდები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. TBC Banks ფლობს TBC Bank Group PLC, რომელიც ასევე განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. დამფუძნებლებს და პარტია ლელოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჩაფარიძეს ამ მომენტისთვის ჯამში წილების დაახლოებით 15% აქვთ. სიდიდით მესამე ადგილზეა Liberty Bank, რომელიც ტელეკომპანია იმედის მფლობელ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს ირაკლი რუხაძეს და მის ორ უცხოელ პარტნიორს ეკუთვნის. მეოთხე ადგილზე ბაზის ბანკია, რომლის 91%-იანი საკონტროლო პაკეტი ჩინური კორპორაცია Hualien Group-ს ეკუთვნის. ხო, აქვე ბაზის ბანკი მალე Liberty Banks ოფიციალურად შეიძენს და შესაბამისად პოზიციებსაც გაიმყარებს. და სიდიდით მეხუთე ადგილზე მყოფი ქართულ ბანკის 100%-იანი წილის მფლობელი უტა ივანიშვილია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ბანკები არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები არიან, არამედ ეკონომიკის ფართო სეგმენტებს მოიცავენ. და სხვა სექტორში გვევლინებიან შულობილი კომპანიების სახით. ხშირად ეს არის სადაზღვევო ბიზნესი, უძრავი ქონება, ჯანდაცვა, ღვინის წარმოება, ტურიზმი, სპორტი და სხვა. ისმის კითხვა, რამდენად კანონიერია ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობა. ეროვნული ბანკის რეგულაციამ ამ კითხვას ერთი შეხედვით პასუხი გასცა 2014 წელს. კერძოდ, სებმა მიიღო გადაწყვეტილება აკრძალოს კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური ბიზნესების პირდაპირ ფლობა. რეგულაციის მიზეზი იყო ინტერესთა კონფლიქტისა და ფინანსური სტაბილურობის რისკები. ანუ, ვთქვათ, როდესაც ბანკი ფლობს დეველოპერულ კომპანიას ან კლინიკების ქსელს, არსებობს რისკი, რომ ის ბანკის თანხებს საკუთარ ბიზნესებშივე მიმართავს პრეფერენციული პირობებით, რაც შეამცირებს კონკურენციას და რისკის ქვეშ დააყენებს დეპოზიტორების თანხებს. სების რეგულაციის თანახმად 2015 წლის ბოლომდე ყველა კომერციულ ბანკს ევალებოდა გაეყიდა ან დამოუკიდებელ ჰოლდინგებად გამოეყვანა არაფინანსური აქტივები. ამ ნაბიჯის შედეგად მსხვილმა ბანკებმა რესტრუქტურიზაცია განახორციელეს. აი მაგალითად, საქართველოს ბანკმა შექმნა ცალკე საინვესტიციო ჰოლდინგი Georgia Capital, რომელსაც გადაეცა ბანკის ყოფილი არაპროფილური აქტივები. ეს იყო ჩანდაცვის ჯგუფი EUX-ი, სადაზღვევო ალდაგი, წყლის მომარაგების კომპანია GGU, ღვინის საწარმო თელიანი ველი და ASH.
TBC ბანკმა კი ძირითადად საფინანსო შვილობილები დატოვეს. ანუ TBC ლიზინგი, TBC დაზღვევა, ციფრული მომსახურების პლატფორმები და ასე შემდეგ. ანუ განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ბანკები სხვადასხვა სექტორში საქმიანობას ჰოლდინგური სტრუქტურების ან მფლობელი პირების პირადი ინვესტიციების ფორმით აგრძელებენ და არა უშუალოდ ბანკის ბალანსით. ბოლო წლებში ბანკებმა მნიშვნელოვანი რესურსი მიმართეს მედია სივრცეში პოზიციონირებისა და რეკლამისკენ. ერთი შეხედვით პროტესტში ჩართული ბანკები აქტიურად აფინანსებენ ტელევიზიებს და ძირითადად სამთავრობო არხებს. 2024-2025 წლებში წამყვანი ბანკების რეკლამური ხარჯებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის სწორედ იმედზე, რუსთავილიორზე და პირველ არხზე. ხოლო 2025 წლის პირველი 2 თვის მონაცემებით საქართველოს ბანკმა იმედს გადაურიცხა 9 მილიონ ლარზე მეტი. TBC ბანკის და სხვა მსხვილი ბანკების მიერ გადახდილი თანხებიც ათეულობით 1000-დან 100.000 ლარამდე მერყეობს. ქართული ოცნების მხრიდან ფინანსური ტერორის 10-ჯერ და მეტჯერ გაზრდილი ჯარიმების ფონზე ბანკებს არც ერთხელ ხალხის მდგომარეობის შესამსუბუქებლად ნაბიჯი არ გადაუდგამთ. მეტიც, მათ ისევ ჩვენ ჯარიმების საკომისიოებით ვამარაგებთ. ალბათ გახსოვთ პოლიტიკური ელიტების მიერ გაფიცვისკენ მოწოდება და 5-წუთიანი გაფიცვის ნებართვები. ხო და რა მაინტერესებს მამუკა ხაზარაძე რომ გაფიცვისკენ მოგვიწოდებს, მაგ დროს რა ხდება? TBC გაგვყინავს ეს ხეებს? როგორც დაგფირდით? ამ ფარისეულობის საუკეთესო მაგალითი მაინც ჭიათურაა. უკვე მაისში, როდესაც კრიტიკული გახდა, უკვე სოцკი მოვიდა და ამ ხალხს ეუნებოდა რომ სამუშაოზე უკანონო რეორგანიზაციაში მოდით და მიიღეთ მონაწილეობა, მაშველი რგოლი გადმოაგდეს ბანკებმა. დაიწყეს ოჯახების აწიოკება, რომ გადაეხადა ცესხი. რამდენიმე ჭიათურელს მოუვიდა სასამართლოში, უკვე სასამართლოში იჩივლეს. ანუ ესე უცებ სასამართლოში წასვლა ბანკის მხრიდან არალოგიკური იყო, რამაც ჭიათურაში უბრალოდ ეს ვარაუდის სახით ვამბობ, გააჩინა განცდა, რომ კოორდინაცია ხომ არ არის ბანკებსა და კომპანიას შორის. ეხლა დავსვათ კითხვა. რატომ უნდა ველოდებოდეთ მხარდაჭერას და პროგრესულ იდეას მათგან, ვინც დღეს ჩვენი გაღარიბების ხარჯზე შოულობს მილიარდებს? ჩვენ არ ვუმიზნებთ ჩვენს რისხვას ბანკებს. ამის ნაცვლად მუდარით მივდივართ მათთან და ვეუბნებით. გთხოვთ მომეცით ცესხი. საკმარისი ფული არ მაქვს. თქვენი მადლობელი ვარ. ეს არ უნდა ხდებოდეს. ბანკებს უნდა ვუთხრათ. შენ გეკისრება ვალდებულება, რადგან კომერციული ბანკის ძალაუფლება ქვეყნის, სახელმწიფოსა და ხალხის რესურსებზეა დამოკიდებული. ჩვენ რომ არ ყოფილიყავით, შენ არ იარსებებდი და ვერც მოგებას ნახავდი.